კი ბატონო, განვაგრძოთ ახლა ჩვენ გადაცემა და მუსიკოსი დავით ბერიძე უნდა გავაცნოთ მაყურებელს. ის უკვე 37 წელია პიანინოებს აწყობს და მათ მუსიკალურად მართავს. გარდა ამისა, მას სიმღერაც კარგად გამოსდის. დავითი რა გასაკვირია, რომ თავის საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული და ხელოვნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. სალომე ჯიჯელავას სიუჟეტი უნდა ვნახოთ ახლა. Pierwsza sosła twojego mi zahet. Შეიძლება, მადლობა. Ის 37 წელი გავიდა რაც ვაწყობ. სადღაც 87 წლიდან დავიწყე აწყობა პიანინოების. Pianos, rato წლევანებია და დიდი ხის პიანოებია, ამიტომ ზოგიერთი პიანოს უკვე წელიწადში ერთხელაც უწყობა მაინც ჭირდება, ისე რომ ყოველ წელიწადს მაინც გიჩათო პიანოები აღაწყოთ. ცოტა წყობილი უნდა. ახლა დაბლარი. წყობა უნდა, ეს არის კვალობაში. ასაწყობია დანგრეული სახელით არ მაიწყო, მაგრამ გარემონტებულია შეხვა და ლაღად დაუკრავდა ყველაფრის დაბლაშილია. ჩემთვის ინსტრუმენტი არის ალბათ ოცნება, სიყვარული, აი ადამიანის რომ შეყვარებულია და რომ გიყვარს რაღაცა. და აი ჩემს ვიტყოდი აი შეუძლია პიანო სიყვარული ენით აგიხსნას, გელაპარაკოს, აი ჩაგბეროს სული რაღაც აი ღვთაებრივი რაღაცა გითხრას. მე მგონია რომ აი ყველაფერი დოს ამ ინსტრუმენტში. და თუნდაც ხო თქვენს დაუკვირდით რამდენიმე იქნება ამ პატრა, აი პატრას შეუძლია რამდენიმე შექმნას. და ყველა ახლა თავისებურად უკრავს რა თქმა უნდა და საოცრება მე მიყვარს. და ვიცი ხალხსაც ძალიან მიყვარს. მეშინია სიცივისა სამათარში რა თქვინდა შენი აწყობა, რა კარგად უკრავ დაუკარი მუსიკა და ალები აწყობას დავით ესეთ ერთ წერენ ხოლმე ხანდახან რომ რა კაი მუსიკო თქვენ მუსიკოსი ხარ და არა ამწყობი და ჩემი დაკვრა მოსწოთ ხოლმე მართალია, მაგრამ მე მაინც საჭირო ეს ხელობა უნდა იყოს. მე ამ ხელობას არ დავანებ, სადღაც ცოცხალი ვარ, ვიცი რომ ბოლომდე გავყვები. ძალიან მიყვარს ჩემი სამუშაო. იმდენად ვისვენებ, აი ხანდახან ყოფილა დღეში ამიწყია 7-8 პიანინო. ჯერ ოჯახებში შესვლა, იქ ხლე სიხარულია, თქმის აი ჩემი ნათესავებით არიან რომ შევდივარ ხანდახან ერთი და იგივეს ხანდახან კი 10 წელი რო გავიდა, ერთი იგივეს უბრუნდებოდი ხანდახან 5 წელი 6 წელი, დღეს 37 წლის განმავლობაში თქმის 30 ჯერა დაბრუნებული იქით ეს ოჯახში ვაწყობ და აი სხვა რაღაც სხვა სიამოვნებაა, აი რაღაც ხაპარია. მე რო დაუკრა მით უმეტეს უფრო ხარია თქმა უნდა. მე ვაწყობა დავიწყე მოგეხსენებათ მაშინ 88 წლებში 87 წლებში კედლებზე ვაწედით ხოლმე მოგეხსენებათ ძალიან ვიღლებოდით ხოლმე ძალიან რთული იყო და იმას გავიხსენებ რომ რეკლამას ამდენს დავაწერდი ხოლმე იმდენი ხან წამიშლიდნენ ხან ჩამოხსნილი ხან და ძალიან მაწოლებდნენ ხოლმე ხან ტყუილის სამართლეს მაძროდნენ ხოლმე რომ არ ამეწყო და ზოგიერთი ამწყობები ერთმანეთის შურდათ ხოლმე ეს მომენტის გავიარე ბევრად გზას გაივით მაგრამ ბოლომდე უნდა იყოს შეუპოვრები ბოლომდე მისდიოთ თქვენს აქვს პირდაპირ უნდა იყოს სულ რეაქცია თქვენ მიზანს რა სფეროს გინდა იყოს მე ესე მგონია რომ ცოტა ხანში დაფასდება ეს სფეროს მართალია დღეს არ არის დაფასებული მაინდა-მაინც მაგრამ მე მგონია დაფასდება ყველა სფერო ნელ-ნელა დაფასდება შეიძლება აკეთო პროფესიონალად და მაინც დრო თავისას იტყვის და მე მგონია რომ კარგად დაფასდება ჩემი საქმე და ოჩქოთი ჩემი ოჯახი მაინც იამაყებს მე მინდა საქართველოს იყოს ისეთი აწყობილი აი ესეთი გალაგებული როგორც აი კარგად რომ აიწყობა პიანინო და ყველა რომ ამღერდება აი ესე მინდა იყოს საქართველოს განათებული და გაწყინებული რა όμως აი აწყობილი პიანინო მაგრამ შარა შარა ჩემთანი ხარ